დარწმუნებული ვარ, ბავშვობაში ერთხელ მაინც გაგჩენია სურვილი გამოგეცადა შენი საყვარელი რესლერის საფირმო მოძრაობა, შენს ბალიშზე, მეგობარზე ან თუნდაც პატარა ძმაზე. 2000-იანების დასაწყისში უამრავი ბავშვი და მოზარდი ცდილობდა რესლინგის ილეთების გამეორებას, რამაც სერიოზული დაზიანებები, მოტეხილობები, ტვინის შერყევები და კიდევ უფრო მძიმე ტრამვები გამოიწვია. სწორედ ამიტომ WWE წლების განმავლობაში ატარებდა უსაფრთხოების კამპანიას, რათა მაყურებლებისთვის აეხსნათ, რომ ეს ილეთები სახლის პირობებში არ უნდა გაიმეორონ. პროფესიონალი რესლერები წლობით ვარჯიშობენ, რათა მოძრაობები უსაფრთხოდ შეასრულონ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც უშვებენ შეცდომებს და ხშირად მათ ოპონენტებს ტრამვებსაც აყენებენ. დღეს კი ვისაუბრებ ისეთ მოძრაობებზე, რომლებიც ეფექტურია, სწორად შესრულებისას ზიანის მოტანა შეუძლია და რამდენიმე რეალურ ბრძოლაშიც გამოდგება. მანამდე კი თუ გინდა რესლინგის თემატიკის ვიდეოები გაგრძელდეს, დაალაიქე და გამოიწერე არხი. მეათე ადგილი DDT. დღესდღეობით რესლინგში DDT-ს რამდენიმე ვარიაცია გვხვდება, მაგრამ ყველა საერთო დასასრული აქვს. მოწინააღმდეგე ხელშია მოქცეული და სახით იატაკზე ეცემა. ძლიერად შესრულებისას ტვინის შერყევან ადამიანის გათიშვად შეიძლება მოხდეს. ამიტომ მებრძოლები ზიანის შესამცირებლად დაცემისას იატაკზე ხელებს ადებენ. დაცული არ შემსრულებელია, მანაც შეიძლება მიიღოს ანალოგიური ზიანი. ამ მოძრაობის შექმნას საინტერესო ისტორია უკავშირდება. ყოფილი რესლერის ჯეიკ რობერტსის თქმით, ერთ-ერთ მატჩში მეტოქეს ფეისლოკს უკეთებდა, მაგრამ მან შემთხვევით წონასწორობა დაკარგა და ოპონენტი რინგზე თავით დაანარცხა. ამ მოძრაობამ მაყურებლებში ისეთი ოვაცია გამოიწვია, რომ ჯეიკმა ილეთი დაამუშავა და საბოლოოდ DDT-ს სახელით დაამკვიდრა. თვითონ DDT კი არის ქიმიური ნივთიერების დასახელება, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებდა გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. 1972 წელს ამერიკამ ამ ნივთიერების გამოყენება შეზღუდა. ჯეიკი გაზეთს კითხულობდა და პირველ გვერდზე სწორედ ამ სიახლის შესახებ იყო სათაური გამოტანილი. თავად როგორც ყვება ვერ მიხვდა რაზე იყო საუბარი და მისი ახალი მოძრაობისთვის უბრალოდ რაიმე სახელის შერჩევა უნდოდა. პირველი რაც თვალში მოხვდა ეს დიდად დაწერილი DDT იყო. მეცხრე ადგილი Pile Driver-ი. ოდესმე თუ გიფიქრიათ რა შეიძლება მოყვეს Pile Driver-ს სწორად გაკეთების შემთხვევაში. სამწუხაროდ ამის მაგალითი 1997 წლის SummerSlam-ზე ვიხილეთ. Owen Hart-ის მიზანი იყო Stone Cold-ი უბრალოდ დაეჭირა, მხოლოდ თავად გაეკეთებინა დაცემა და შეექმნა ილუზია თავის დარტყმის. ამის მაგივრად სტივი პირდაპირ თავით დაახეთქა, რამაც უკვე გამოიწვია მისი კისრის მოტეხილობა და დროებით პარალიზება. 2000-იანებში WWE რესლერების უსაფრთხოების გამო ეს მოძრაობა აკრძალა. დღეს აღნიშნული მოძრაობა რამდენიმეჯერ ისევ ვიხილეთ Kevin Owens-ის შესრულებით. Hart-ისგან განსხვავებით ის უსაფრთხოდ აკეთებს, რენდის ტრამვა და საკაცით გაყვანა კი უბრალოდ სცენარის ნაწილია. მერვე ადგილი Boston Crab. Boston Crab კლასიკურად დანებებისთვის არის განკუთვნილი. მათთვისაც კი ვინც ვარჯიშობს და ფორმაშია, რთულია გაუძლოს მთელი ძალით ზურგის და ფეხების ასეთ დაჭიმვას. რასაკვირველია შოუებში ასე ერთმანეთს არავინ გაწირავს, შემსრულებელი იმიტაციას ქმნის, რომ აწვევა და რეალურად თავად უწევს ფეხების დაჭიმვა დგომის შესანარჩუნებლად. ამ მოძრაობის სხვადასხვა ვერსიები ჯიუ-ჯიტსუშიც აქტიურად გამოიყენება. მეშვიდე ადგილი Kimura Lock. ამ მოძრაობაზე პირველ რიგში Brock Lesnar-ის გახსენება შეიძლება. 2012 წლის 30 აპრილი რავის ეპიზოდი. Triple H-თან დაპირისპირებისას მას ხელს ტეხს. რა თქმა უნდა არა რეალურად, მაგრამ ამ ილეთით ამის გაკეთება ნამდვილად შეეძლო. მაგალითად UFC 140-ის ივენტზე Frank Mir-მა Antonio Nogueiras-ის წინააღმდეგ ეს მოახერხა, რაც ლამაზი სანახავი ნამდვილად არ იყო. ამ მოძრაობას Kimura Lock-ი დაერქვა იაპონელი ძიუდოისტის Masahiko Kimura-ს პატივსაცემად. მან 1959 წელს ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ლეგენდას Helio Gracie-ის ხელი ამ ილეთით მოტეხა. მეექვსე ადგილი Ankle Lock-ი. Kimura Lock-ის მსგავსად Ankle Lock-იც ცნობილი საბრძოლო სპორტში გახდა, სანამ ამ მოძრაობას სპორტულ გასართობ ინდუსტრიაში ვიხილავდით. Ken Shamrock-ი ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე საშიში კაცის სახელით ცნობილი, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს მოძრაობა WWE-ში გამოიყენა. მას შემდეგ კი Kurt Angle-მა, Jack Swagger-მა და Chad Gable-მა თავისი ილეთების არსენალს მიუმატეს.
სწორად გამოყენებისას თეორიულად შესაძლებელია მცირე წვივის, ტერფის და იოგების დაზიანება. რესლინგში კი ზედმეტი ძალის დატანება არ ხდება და ეს უბრალოდ გაფორმებაა. მეხუთე ადგილი, knife edge chop-ი. ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ რეალურად მტკივნეული დარტყმა რესლინგში. განთერის და შეიმოსის მატჩებში ხშირად შენიშნავ გაწითლებულ ოპონენტებს. ზოგიერთ სუნთქვის გაძნელებაც და სხეულზე სისხლჩაქცევებიც ეწყება. თან ამ დარტყმისგან გამოცებული ხმა შოუში სანახაობას კიდევ უფრო ზრდის. რიკი დოზანი, იაპონური რესლინგის ლეგენდა, რომელმაც 1950-იან წლებში იაპონიაში პროფესიული რესლინგი გააცოცხლა. სწორედ ის ითვლება ამ დარტყმის მთავარ შემქმნელად. 70-იან 80-იან წლებში კი რიკ ფლერმა ესილეთი უკვე უკვდავად აქცია. მისი ყოველი ჩოპის შემდეგ დარბაზი ხმამაღლა ყვიროდა. რაც დღემდეც კი გრძელდება. მეოთხე ადგილი, clothesline-ი. Clothesline-ი არის საკმაოდ ეფექტური ილეთი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში WWE-სა და სხვა რესლინგ ორგანიზაციებში გამოიყენება. ეს ის მოძრაობაა, სადაც რესლერი გაშლილ ხელს ძლიერად ურტყავს მოწინააღმდეგეს კისრის და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ის ძირს ეცემა. მოძრაობა თავდაპირველად ამერიკულ ფეხბურთში და რაგბიში გამოიყენებოდა. 1970-იან 80-იან წლებში სტილის სიმარტივის გამო ის პოპულარულ ილეთად იქცა პროფესიულ რესლინგში. ბევრმა ცნობილმა რესლერმა აითვისა და თავის საფირმო მოძრაობა დაქცია. მესამე ადგილი, სუპერკიკი. შონ მაიკლსი თითქმის 30 წლის განმავლობაში იყენებდა ამ მოძრაობას. ეს არის პირდაპირი წიხლის სახეში ან ნიკაპში, რომელიც კარგად შესრულების შემთხვევაში შეიძლება რეალურ ბრძოლაშიც ეფექტური იყოს. დღესდღეობით აქტიურად ძმები უსოები იყენებენ, მაგრამ არც ისე კარგად და უკვე მომაბეზრებელიც გახადეს. 1999 წლის Starrcade-ის pay-per-view-ზე Goldberg-მა ეს მოძრაობა ბრეტ ჰარტზე გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ შესრულებამდე Goldberg-მა ბრეტი გააფრთხილა დარტყმის შესახებ, ჰარტი მომზადებელი შეხვდა ამ მოძრაობას და მისი კარიერისთვის საბედისწერო დაზიანება მიიღო. ამის გამო ბრეტ ჰარტს დღემდე სძულს Goldberg-ი და ინტერვიუებში არ ერიდება ამის დაფიქსირებას. მეორე ადგილი, Brogue Kick-ი და Claymore Kick-ი. შეიმუსის და დრუ მაკენთაიერის საფირმო ილეთები, რომელიც სწრაფი და ძლიერი ფეხის დარტყმაა სახის ნაწილში. ეს ორი მოძრაობა ერთმანეთს ძალიან გავს, ამიტომ ორივე ერთად ჩავსვის სიაში. Brogue Kick-ისას ერთ ფეხზე დგომს ინარჩუნებ და მეორე ოპონენტს ხვდება. მისი წარმოშობა kickboxing-ს და ირლანდიურ ქუჩის ჩხუბს უკავშირდება. Claymore Kick-ის შემთხვევაში ორივე ფეხი ჰაერშია, შესაბამისად შესრულების სიჩქარე და ეფექტურობაც უფრო მაღალია. მაკენთაიერმა ეს დარტყმა შემთხვევით Big Boot-ის გაკეთებისას შექმნა. იმ პერიოდში დრუ მჭიდრო შავლით მონაწილეობდა, რამაც აიძულა მეორე ფეხის გამოყენება. ჰანებს ეს მოეწონათ და იმ დღიდან უკვე მთავარ ფინიშერად იქცა. პირველი ადგილი, Spear-ი. სუპერვარსკვლავები Goldberg-ი, Edge-ი, Bron Breakker-ი და Roman Reigns-ი წლების განმავლობაში აქტიურად იყენებენ ამ მოძრაობას. შეიძლება მიამგვანოთ ამერიკულ ფეხბურთში არსებულ ვარდნას, მაგრამ პრო-რესლინგში უფრო დრამატულად და უსაფრთხოდ სრულდება. კონტაქტი უმეტესწილად მკერდის არეში ხდება, რათა არ მოხდეს ზიანის მიყენება ნეკრებზე ან შიდა ორგანოებზე. Spear-ი დღესდღეობით ალბათ ყველაზე პოპულარული ფინიშერია და გასულ Royal Rumble-ზე თავის თავზე აიშოუ Speed-მაც გამოცადა. როგორ მოგეწონა დღევანდელი ტოპ-10? რა თანმიმდევრობით დაალაგებდი ან რომელ მოძრაობას გამოარჩევდი, აუცილებლად დაწერე კომენტარებში.